გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით ყველასათვის ნაცნობ ფილმებში გაპარულ შეცდომებზე. ზოგი მათგანი ტექნიკურია, კადრში ისეთი რამ გამოჩნდა, რაც არ უნდა გამოჩენილიყო. ზოგიც შეიძლება ითქვას იდეური, ანუ სიუჟეტის მიხედვით ისეთი რამე ხდება, რაც რეალურად ვერ მოხდებოდა. ბინდი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფილმი რამდენიმე წლის წინ. აქ ხშირად შეგვიძლია დავინახოთ კამერის ანარეკლი მანქანის ფანჯრებზე. შეცდომა რა თქმა უნდა არასასიამოვნოა, თუმცა ამის გამო ძალიანაც არ ღირს გაკიცხვა. ასეთ შეცდომას სხვა ბევრ ფილმშიც შევხვდებით. შეიძლება ითქვას ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული შეცდომაა კინოშემოქმედებაში. უსახელო ნაბიჯვრები. ტარანტინო და უსახელო ნაბიჯვრები თავისი ტოპ მსახიობებით. თუმცა აქაც არის რამდენიმე ძალიან საინტერესო შეცდომა. როგორც ამ კონტენტის სახელოვანი წარმომადგენლები იტყოდნენ, არ არსებობს ფილმი შეცდომების გარეშე. უსახელო ნაბიჯვრებში არსებობს ეს საინტერესო გერმანელი ოფიცერი. თუ მის სცენებს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მისი სამკერდე ნიშანი ერთ მომენტში ჩანს, ხოლო მომდევნო სცენაში ქრება. შეიძლება მოძრა. ავატარი. ფილმების მოყვარულებმა კარგად იციან ამ ნამუშევრის შესახებ, თუ რამდენი წელი ხდებოდა მისი გადაღება და ასე შემდეგ. თუმცა ამის მიუხედავად მაინც არის მომენტი, როდესაც ჯეიკი კაფსულას აღებს, ეტლის ყველანაირი კვალი ქრება, ხოლო მომდევნო ეპიზოდში ისევ ჩნდება. ტერმინატორი 2. განკითხვის დღე. ტერმინატორი 2-ის ერთ მომენტში ჯონის მოსასხამი დაფარულია ნატყვიარებით. მაშინ, როდესაც რამდენიმე წამის შემდეგ ის ახალივით გამოიყურება. შეიძლება ტყავის ქურთუქს რეგენერაციის უნარი აქვს. არ ვიცი. მეორე შეცდომას ვხედავთ შემდეგ ეპიზოდში. ჯონ კონორს დადევნებულ სატვირთოს, რომელსაც ტეათასი მართავს, ხიდიდან გადმოვარდნის მომენტში წინა ფანჯრები ემსხვერპლება. ხოლო წამების შემდეგ ისინი ისევ თავის ადგილზეა, ოღონდ ამჯერად გაბზარულ მდგომარეობაში. გონი ამ ფილმში უსულო საგნებს მართლაც აქვთ რეგენერაციის უნარი. ჩამსხვრეული მინა აღდგა გაბზარულით. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ შეიძლება სულ ახალივით ყოფილიყო. შურის მაძიებლები. იმ ეპიზოდში, როდესაც თორი ყველაფერს ანგრევს, რაც მის ირგვლივაა, მანქანის ბამპერის ერთი ნაწილი შეჭეჭყილია. ბამპერი ქართულადაც ბამპერია თუ რამე ქვია. თუ ვინმე მიცით, კომენტარებში დაგვიწერეთ. ჰო, ეს ბამპერი მომდევნო სცენაში ახალივითაა. დალასის შემსყიდველთა კლუბი. დალასის შემსყიდველთა კლუბი მოგვითხრობს 1985 წელს განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ტეხასელი ელექტრიკის ვუდროფის ცხოვრებაში ვითარდება. ფილმის ერთ ეპიზოდში ჩანს ლამბორჯინი ავენტადორის კედელზე გაკრული პოსტერი, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს მანქანა 2011 წელს გამოვიდა. ტიტანიკი. ამ სურათიდან ჩანს, რომ ორ ტიტანიკთან გვაქვს საქმე. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას გემბანის სახეცვლილება, რა შეიძლება ითქვას ამ ფოტოზე. იპოვეთ 10 განსხვავება პირიქით, იპოვეთ 10 მსგავსება. ტერმინატორი 3. მანქანების ამბოხი. ტერმინატორი 3-ის ერთ ეპიზოდში ჯონი და კეიტი პატარა თეთრი თვითმფრინავით მიფრინავენ, რომლის ნომერი N30-35S-ია. როდესაც მიწაზე ეშვებიან, თვითმფრინავის ნომერი იცვლება და ხდება N30-73F, მაგრამ ხელმეორე დაფრენისას თავდაპირველი ნომერი კვლავ ბრუნდება. მოკლედ, თვითმფრინავი რომ დაფრინავს, სხვადასხვა კადრის დროს ნომრები ეცვლება. მარი ანტუანეტა. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის სოფია კოპოლას ფილმი მარი ანტუანეტა, რომელიც საფრანგეთის დედოფლის მარი ანტუანეტას ისტორიას მოგვითხრობს. როგორც ჩანს არისტოკრატებს შორის მე-18 საუკუნეში, კონვერსის კედები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ასევე შეიძლება ითქვას თავიანთ სამეფოებს დრონებით ადევნებდნენ თვალყურს. უცხო. როდესაც ეკიპაჟი იპოვის უცხო პლანეტელთა ხობალდს, კარგად ვხედავთ თუ როგორ ატარებს კეინი სპეციალურ ქუდს სკაფანდრის ქვეშ, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოში ყოფნის კადრში, როდესაც ჩაფხუტი ძვრება, მისი ქუდი უჩინარდება, თუმცა თავზე ისეთი რამე აქვს, მგონი თავი მთლიანად გაუჩინარდება მალე. ძირითადი ეჭვმიტანილები. ძალიან ბევრი ჩვენგანი საყვარელი ფილმი.
იდეალური კრიმინალი და ასე შემდეგ. თუმცა ამ ფილმში იმ ეპიზოდში, როდესაც თვითმფრინავი მიწაზე ეშვება, ხედავთ რომ მას 4 ძრავი აქვს, თუმცა მოგვიანებით ეს რაოდენობა ნახევრდება. ამაზე რამე ხუმრობის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ მოდით თქვენ დაწერეთ კომენტარებში. გლადიატორი ალბათ ყველაზე უცნაური შეცდომაა თვითმფრინავის გამოჩენა ფილმ გლადიატორში, თუმცა ეს ფოტო ყველამ იცის. ალბათ ამიტომაც დავაყენე thumbnail-ზე. ლამაზმანი შეიძლება გახსოვთ ის სცენა, როდესაც ვივიანი პირველ ღამეს ატარებს სასტუმროში ედუარდთან ერთად. მომდევნო დღეს კი ერთად საუზმობენ და ლაპარაკობენ. შეიძლება არც შეგიმჩნევიათ, რომ პირველ კადრში ვივიანი კრუასანს მიირთმევს, ხოლო მას შემდეგ რაც კადრში ედუარდი გამოჩნდება და შემდეგ ისე ვივიანი, ამჯერად ვივიანს ხელში ბლინი უჭირავს. შეიძლება იფიქროთ, რომ ერთი შეჭამა და შემდეგ მეორეო, თუმცა ასე ნამდვილად არ არის ფილმის დინამიკიდან გამომდინარე. სოფიანი ძაღლები, ისევ კვენტინ ტარანტინოს ფილმი, სცენის დასაწყისში, როდესაც მარვინ ნეშს აწამებენ, მას ხელები უკან აქვს ბორკილებით შეკრული. რამდენიმე წამის შემდეგ მისი ხელები ადგილმდებარეობას იცვლის და ვხედავთ, რომ ხელები წინ აქვს ხელბორკილებით შეკრული. მომდევნო ეპიზოდში კი ისევ საწყის პოზიციაში გვხვდება, გონი ფსიქოლოგიურად უფრო აწამეს. მწვანე მილი მაიკლ კლარკ დუნკანის პერსონაჟს ფილმში მწვანე მილი სიკვდილით სჯიან ელექტროსკამის საშუალებით. ფილმში აღწერილი მოვლენები ვითარდება 1930-იან წლებში ლუიზიანას შტატში, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუიზიანაში ელექტროსკამს 1940 წლამდე საერთოდ არ იყენებდნენ. ეს შეცდომა ვერაფერს დააკლებს ამ ლეგენდარული ფილმის ღირსებას. კარიბის ზღვის მეკობრეები სამყაროს დასალიერში. კარიბის ზღვის მეკობრეების ერთ ეპიზოდში შავ მარგალიტს ვხედავთ თანამედროვე სინგაპურში, რომელიც 1700-იან წლებში არ არსებობდა, რადგან თანამედროვე სინგაპური დაარსდა 1819 წელს. ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთიდან ალფრედ ჰიჩკოკის ერთ-ერთი შესანიშნავი თრილერია, რომელიც 1959 წელს გამოვიდა. თუ კარგად დააკვირდებით სურათს, დაინახავთ რესტორნის ბოლოში მჯდარ ბავშვს, რომელსაც თითები ყურებზე აქვს აფარებული მანამ, სანამ იარაღიდან ისვრიან. ოხ, ეს ძოღლოდი ბავშვები. გარიყული ფილმ გარიყულში ტომ ჰენქსის პერსონაჟი კუნძულზე ყოფნის დროს შემთხვევით იპოვის წყალში მოტივტივე ფედექსის ხუთებს. როგორც ცნობილია, მსგავსი ხუთები წყალგაუნტარი არაა. შესაბამისად ის რაც ხუთში იდო, საშიში აღმოჩნდებოდა ორგანიზმისთვის. თუმცა ფილმში სხვაგვარად ვითარდება მოვლენები. კარდონის ხუთში რომ საკვები დევს და ეს ხუთი რამდენიმე თვიან მინიმუმ რამდენიმე კვირა ოკეანეში ტივტივებს, არ ამგონია ასე გამოიყურებოდეს. თითქოს ახლახან მოიტანა კურიერმა ან ტალღამ. 300 ფრენკ მილერის რომანის ეკრანიზაცია 300 ეხება ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს მომხდარ თერმოპილის ბრძოლას, სადაც სპარტის მეფე თავის ჯარს შემოჭრილ სპარსელთა წინააღმდეგ მიუძღვება. ფილმში ხვდებით ერთ მნიშვნელოვან შეცდომას, შავი ფხვნილი, რომელიც ბომბის დასამზადებლადაა საჭირო, მე-19 საუკუნემდე არ იყო აღმოჩენილი. შესაბამისად შეუძლებელია 480 წელს მისი არსებობის შესახებ ვცოდნოდათ. თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.